ცუდას რად უნდა მტერობა, კარგია მუდამ მტრიანი. მე ვარ მენაბდა მასწავლებელი, ეს კი რუბრიკაა გამოიცანი ავტორი. დამიწერე კომენტარებში ვის ეკუთვნის ეს ფრაზა, მან შექმნა ერთ-ერთი ყველაზე ღირებული და მნიშვნელოვანი ნაწარმოები საქართველოს ისტორიაში. სამწუხაროდ, თანამედროვე სამყაროშიც ეს ფრაზა საკმაოდ აქტუალურია, რასაც ბოლო დღეებში განვითარებული ამბებიც ხატყობს, უფრო კონკრეტულად კი გიორგი კალატოზის ამბავი. მარტივად რომ ვთქვათ, როცა ადამიანები არაფერს არ აკეთებენ, ისინი შეუმჩნევლები არიან. მაგრამ როდესაც კარგი საქმის კეთებას იწყებ, შენს მიმართ აუცილებლად გორდება რაღაცა ტალღა, რომელიც ცდილობს შენს გაშავებას. თუმცა ამ შემთხვევაში ვინ დარჩა გაშავებული და ვინ გათეთრებული, ეს ნათლად ჩანს. ხო, ისე გიორგი კალატოზს და ზოგადად მის გუნდს ერთადერთი რაზეც შეგიძლიათ მიედაოთ და გააკრიტიკოთ არის ის, რომ მენაბდა მასწავლებელი ფუ პოდკასტში არ მიიწვიეს. ანუ ხალხო რეებზე ედავებით ადამიანს. ანუ ამხელა ბუმბერაზი პედაგოგი არ მიიწვიეს ფუ პოდკასტში და სწორი აქცენტები გავუკეთოთ თუ შეიძლება. ეს ხუმრობით, თუმცა ყოველ ხუმრობაში არის იმართის მარცვალი. მოკლედ, ბოლო დღეებში მეც პირადად გამოვცადე მსგავსი რამ არასოციალურ ქსელში, არამედ ჩემს თან ახლო წრეში. და რაც არ უნდა იცოდე, რომ მართალი ხარ, რაც არ უნდა იცოდე, რომ სწორ გზას ადგახარ, სწორ მხარეს დგახარ, განსაკუთრებით სამწუხარო ხოლმე ამ ყველაფრის გაგება და მოსმენა იმ ადამიანებისგან, რომელიც შენიანი გგონია რა, შენიანია. იმ ადამიანებისგან, რომელსაც ემიგობრები, იმ ადამიანებისგან, რომლებიც რაღაცნაირად შენ ოჯახის წევრებად მიგაჩნია და ჰოპ და მოხდება, რომ თურმე არ არიან შენი მეგობრები, თურმე არ შენი ოჯახის წევრები არ ყოფილან, იმიტომ რომ შენი წინსვლა, შენი წარმატება და რაღაც გზაზე სიარული აღიზიანებთ და ისეთ რაღაცებს გაბრალებენ და გეუბნებიან, რისი გამკეთებლებიც ხშირად არიან ხოლმე თვითონ. ამიტომ არა მარტო გიორგიმ არამედ ყველა ადამიანმა, რომელსაც ასეთ რაღაცებს უკეთებენ, უნდა დაიმახსოვროთ ერთი რამ, რომ სწორ გზაზე დგახართ და მთავარია, რომ აი ამ გზით იაროთ. სხვას არაფერს არ აქვს ამ შემთხვევაში მნიშვნელობა. ჩემი მხარდაჭერა გიორგი კალატოზს, არ ვიცი ეს ვიდეო გიორგიმ დემივა თუ არა, მაგრამ მომიწვიეთ კაცო ფუ პოდკასტში, პედაგოგი არ გჭირდებათ ფუ პოდკასტში.